რა მიზანი შეიძლება ამართლებდეს ადამიანზე ექსპერიმენტის ჩატარებას? შეიძლება თუ არა ადამიანი ხელოვნურად მისი სურვილის გარეშე გარდაქმნა. დღეს ვისაუბრებთ ნაწარმოებზე, რომელიც მსოფლიოს გარშემო ბევრი საშუალო სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. გავიხსენოთ დენიელ კიზის ყვავილები ელჯერნონისთვის და მისი არანაკლებ ცნობილი კინოორეული. განვიხილოთ ეს მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოები მწერალ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად. დაუბრუნდით ხუთშაბათის ტრადიციული რუბრიკით, როცა კინოეკრანიზაციებზე ვსაუბრობთ და ხშირად ისე ხდება ხოლმე ამ დღეს, რომ ფილმი გვაქვს ნანახი, მაგრამ წიგნი არ გვაქვს წაკითხული. დღეს პირიქით მოხდა ყველაფერი, იმიტომ რომ წიგნის წაკითხვა ყველა მოვასწარით, მაგრამ φιλმი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ სტუმარს აქვს ნანახი, როგორც გაირკვა. მე არც ვიცოდი საერთოდ რომ არც მე არ ვიცოდი, ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, როდესაც გუშინ ვეცნობოდი მასალას ამ ნაწარმოებთან და ფილმთან დაკავშირებით ყვავილები ელჯერნონისთვის. სერიალები არის თეატრალური დადგმები ძალიან ბევრი რაღაცა ამ წიგნის მიხედვით გაკეთებული. კორეული, იაპონური სერიალებიც კი არსებობს, მოკლედ. წერალ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად ვისაუბრებთ ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებზე. მე პირადად კი ვთქვით უკვე ყვავილები ელჯერნონისთვის, მე პირადად პირველი გვერდიდან რო გადაშალოთ ჩემი წიგნი ეთყობა, იმიტომ რომ ცრემლებით არის ნახევარზე მეტი, მე მგონი დასვერებული, ისევ გულშემატკივრობდი მთავარ გმირს და თან არ მიყვარს ხოლმე ცოტა ეს დღე, იმიტომ რომ გამოდის რომ ვეუბნებით ფინალი როგორი იქნება ჩვენ მაყურებელ სიუჟეტში, ხო? თუმცა სწორედ ფინალმა წიგნის ფინალმა ძალიან დიდი ფინალთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. მანამდე სანამ ფინალამდე მივიღოთ ზოგადად წიგნი თქვენთვის რამდენად საინტერესო იყო, როცა კითხულობდით და რა იყო ის წამყვანი თემა, რის გამოც მოგეწონათ ან არ მოგეწონათ და დაგაინტერესათ ყოველ შემთხვევაში. წიგნი ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში ის არის რომ ვერ მოწყდები და ძალიან ჩამთრევია, ძალიან უკეთ ისე იწყება თავიდან ვფიქრობ რომ კორექტურა ხომ არ არის არამე ეგეთი, მაგრამ თვითონ თხრობის სტილიც და ეს ყველაფერი მეტამორფოზა ძალიან კარგად გამოცემულია და უკვე დიდი პლუსი არის მწერლის. ძალიან ორიგინალურია. თუმცა თავიდან დაწერა მოთხრობა, რომელმაც აიღო მოკლედ თუ არ ვცდები ჰიუგო ამ მოკლე მოთხრობაში, მაგრამ შემდეგ გადააკეთა რომანად. ანუ იმდენად ანუ ესეთი ალღო ქონდა მწერალ ძალიან კარგი, რომ მიხვდა რომ აი ამისგან კარგი რომანი გამოვა და შემდეგ რომანი რო დაწერა, ამ რომანშიც აიღო. ამჟამად უკვე სხვა ჯილდო სამეცნიერო ფანტასტიკის ოსკარი ასე ვთქვათ. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ აქ არ არის ერთი რომელიმე თემა, ძალიან ესეთი მრავალშრეებიანი რომანი არის, ძალიან ბევრი რამ არის შიგ. პირველ რიგში ალბათ რა ზედაპირზე თვალში გვხდება, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი და საზოგადოება, მისი დამოკიდებულება, ხალხი, როგორი სტიგმა არსებობს და ეს სოციალური ესეთი მძაფრი დრამა არის, მაგრამ გარდა ამისა არის ძალიან ღრმა ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და ესეთი ადამიანის ბუნების საკვლევი რომანიც კი, იმიტომ რომ იმდენი რამ ხდება შიგნით, ზოგადად აი ღმერთის და ადამიანის თემაც კი ეს ღირს თუ არა ჩარევა, მე არჩევანის ძალიან საინტერესო ამბავი არის, იქ აი რა ჯობდა ყოფილიყო ესე და ეცხოვრა თუ მართლაც ესე აფეთქება მის ცხოვრებაში მომხდარიყო და შემდეგ ფინალი ვიცით რომ ძალიან სევდიანი არის, მაგრამ აი რა ჯობია იცხოვრო თუნდაც აი მოკლე ხნით და ესეთი იყო ნამდვილად შეიგრძნო სიყვარულით, რაღაც მე მოკლედ რაღაცა შექმნა კიდეც თუ უბრალოდ ჯობდა ის აი მოკლედ ეს ძალიან ესეთი საინტერესო ამბებია. მე უბრალოდ არ ვიცი ხო რამდენად შეიძლება ცოტა ეჭვის თვალით უყურებ ეკრანიზაციებს ასეთი ტიპის წიგნის გადაღება ფილმად და საათნახევარში ჩატევა. ამიტომ დამაინტერესა. ამიტომ სერიალებიც არის, კაი კორეულ სერიალს ისე ჩაუჯდებოდა კაცი ნახავ ისეცად. კორეულს და იაპონურს საინტერესო, იმიტომ რომ ეს ჟანრი თითქოს რაღაცნაირად უფრო შეიძლება გამოუვიდეთ კიდეც. ძალიან მაინტერესებს თუ კი მიმასწავლეთ. სერიალის შესახებ არ ვიცი, მაგრამ წიგნის ეკრანიზაციის შესახებ ბუნებრივია ბექა მაისურაძე მოგუმზადა სიუჟეტი, მოდით ნახოთ და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას შევეტყობთ ფილმის შესახებ. ადამიანის ინტელექტის ზრდა და ტრანსფორმაცია 4 მარტიდან 28 ივლისამდე. სამედიცინო ექსპერიმენტი, რომლის შედეგებსაც მკითხველი კი არ კითხულობს, არამედ იგივეს გრძნობს, რასაც მთავარი პერსონაჟი ჩარლი გორდონი. დენიელ კიზის ლეგენდარული წიგნი ყვავილები ელჯერნონისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.
ოცნებების თავბრუდამხვევი ისტორია მალევე გახდა ჰოლივუდის რეჟისორების მთავარი სამიზნე და 1968 წელს პირველ ფილმსაც იღებენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჩარლი გორდონზე, რომელსაც ექიმები ისეთივე ექსპერიმენტის ჩატარებას უპირებენ, რომელიც თავის დროზე თაგვ ელჯერნონს ჩაუტარეს. ინტელექტი ხელოვნურად უნდა გაუსარდონ. როცა იზრდები და ვითარდები, იწყება ღირებულებების გადაფასების მთავარი ეტაპი. ხვდები, რომ თუ შენი წინაცხოვრების ადამიანები ტემპში ვერ აკვნენ, ყველაფერი მთავრდება, მაგრამ აცნობიერებ, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად ღირს კიდეც იმ რამდენიმეს დაკარგვად, რადგან პროგრესს შენთან პროგრესული ადამიანები მოჰყავს და ცხოვრებაც მრავალფეროვანი ხდება. თუმცა ეს ელჯერნონ გორდონის ეფექტის სულ სხვა რაკურსია. I made it! I made it! I made it! I made it! დენიელ კიზი თავის ნაწარმოებში მორალისტურ კითხვასაც სვამს. დასაშვებია თუ არა ხელოვნური ჩარევის გზით ადამიანის შეცვლა. შეიძლება ითქვას, რომ კიზი ამ კითხვაზე თავადვე სცემს პასუხს ისტორიის ფინალით. ისტორია, რომელიც წიგნსა და ფილმში ვითარდება, აერთიანებს საოცარ, სულისშემძვრელ, კეთილშობილ და ძალიან ემოციურ ამბავს. ამბავს, სადაც გეუბნებიან, რომ ძალიან ადვილია გყავდეს მეგობრები, თუ ადამიანებს უფლებას მისცემ, რომ დაქცინონ. კარგი ფრაზით დასრულდა, არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, პრინციპში ისეთით, რომ გაფიქრებინებს, რომ ყველა ადამიანისთვის არის რაღაც ნაცნობი ამ ნაწარმოებში, იმიტომ რომ ალბათ ყველას გვინდა ჩვენი განვითარების მიუხედავად, რომ უფრო ჭკვიანები ვიყოთ და ისიც, რომ ყოველთვის რაღაც ახალს ვიღებთ და გვეცლება ადამიანების შესახებ ჩვენი წარმოდგენა, ესეც ყველა ადამიანისთვის აბსოლუტურად საერთოა და არა მარტო ამ რომანის მთავარი გმირისთვის. ფილმი რადგან არ გვაქვს ჩვენ ნანახი თქვით, რომ ზოგადად აი ესეთი რომანის ეკრანიზაციაო, არ ვიცი როგორ უნდა გამოვიდესო. როცა ნახეთ, როგორი იყო თქვენი შტაბი? ახლა ხანს ნახე და ამიტომ ცხელი შტაბაჭდილებები მაქვს. წიგნია დრენდელი წაკითხული, მაგრამ ის არ გამნელებია, ისევ ისეთი მძაფრია და ძლიერია. უბრალოდ წიგნში არის თუნდაც სიზმრები, წარმოსახვები, მოგონებები. ამის ეკრანზე გადატანა ძალიან ძნელია. პრინციპი ფორმა ძალიან ორიგინალურია. რო კითხულობთ, რო გონია, რომ შესაძლებელია ვიყავდა რედაქტორი და რაც რო განცხები და მე ადამიანის ცვლილებას რო ხედავ, თუნდაც ახლა ეს როგორ შეიძლება ფილმში გადაიტანო. აქვს რეჟისორს რაღაც ესეთი მონტაჟის რაღაც ხერხები, რაღაც შემოტანილი, იქ რაღაც ხან ორდება კადრი, ხან რაღაც ესეთი მოგე თავის სპეცეფექტები, ესე ვთქვათ, იმ წლებისთვის, რამდენადაც შეიძლება და ანიმაციაც კი შემოდის, მე მგონი, მოკლედ, მაგრამ საერთო ჯამში ვერ გეტყვით, რომ აღფრთოვანებული დავრჩი, როგორც წესი, იმედგაცრუება არის, როდესაც წიგნის შემდეგ, ახლა მე სხვათაშორის ბერჯესის მექანიკურ პორტოხალთანაც რაღაცნაირად, რადგან ესეთი ჩარევა ხდება გონებაში და ადამიანის ფსიქიკაში რაღაც პარალელი გავავლე. ბერჯესის ძალიან მაგარი ეკრანიზაცია არსებობს და ბევრი კარგი ეკრანიზაცია ვიცით, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ყოველ შემთხვევაში ეს წარმოდგენილი. როცა წიგს კითხულობ თავდაპირველად უკაც რაღაც შეგაწყვეტინეთ, ან ყოველთვის არ მოგწონს შემდეგ ეკრანიზაცია. თუ ნახე, ან მე პირადად ჯერ სამწუხაროდ ფილმი ვნახე. მექანიკური პორტოხალთი მეს მომეწონა და შემდეგ წიგნი რო წავიკითხე, ეს ასე არის, იმიტომ რომ წარმოსახვა შენი სხვა არის და ეს ახლა როგორ უნდა დამთხოს. მარკესი ამიტომ იყო წინააღმდეგი ალბათ ყოველთვის და მარტო მაგიტომაც არა ცოტა. ხო, ერთი არსებობს მარკესის როგორ გაეპარა ეს გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა. თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ თვითონ წიგნი იყო აკრძალული რამდენიმე ქვეყანაში. ამ ინფორმაციას წავაწყდი, როდესაც მუშაობდით ამ თემაზე. რა შეიძლება გამხდარიყო, რა თემები შეიძლება გამხდარიყო იმის საწინდარი, რომ წიგნი აეკრძალათ. პარალელურად თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ როგორც სიუჟეტიდან შევიტყოთ, სასწავლო პროგრამაშიც კი არის შეტანილი. არ ვიცი, ალბათ თუ ამერიკაში იყო თავის დროზე, არა მგონია, იმიტომ რომ ამერიკაში არ მგონია უფრო ტოტალიტარული საზოგადოების და მე მგონია უბრალოდ ტოტალიტარული საზოგადოებები იმდენად ეჭვიანია, რომ აქ ვერ
ვერ იტყვი თქვა რაზე შეიძლება იეჭოს. ფანტასტიკაა და რატომ ახლა ხო არ აი მაგალითად ამას აქ მიხეილ ჭაბაშვილს მოგონებებში რომ უნივერსიტეტში მოკლედ ერთ-ერთ განხილვაზე ერთ-ერთ სტუდენტს ეუბნებიან რომ რატო დაარქვი შენს მოთხრობას კაკლის მურაბა და რევოლუცია. და ამას იზღადარჩაო ეპასუხაო რომ ნუ უბრალოდ სათაურმა უნდა დაინტერესოს კითხველი. აი ესეთი ეჭვიანია ყოველთვის ტოტალიტარული საზოგადოება. კონკრეტულად ფილმში რაც არ მომეწონა, კიდევ ერთ იყო რომ პერსონაჟი არის ძალიან საინტერესო თვითონ ჩარლის და აქ ცოტა შეცვლილი. ანუ ჩარლი არ იყო აგრესიული, არ იყო მოძალა და ეგ სიყვარულის სცენა ის და თუნდაც მისი ელისთან მისი ურთიერთობა, აი აქ ცალადობს ელისზე და აი ცოტა რაღაცა მოკლედ მესმის რომ რაღაცნაირად სიმძაფრე უნდათ ამით არ ჭირდება არა და ამ პერსონაჟს და ამ წიგნს კიდე იმდენი რამ არის რაღაცა ეგეთი რაღაცების დამატება. იქ პირიქით სწორედ ეს ფსიქოლოგიური ბარიერია თუნდაც სექსუალური ცხოვრების ის წარმოსახვების ბავშვობაში ჩადებული რაღაც ძალიან დიდი სიმძიმე. ნუ მოკლედ მე თვითონ ფილმი არ მომეწონა დიდად, თუმცა ცდელობა არის და საინტერესო ცდელობა იყო. თან ახლა 60-იანი წლების ბოლოა და ესეც ალბათ ნუ არ ვიცი თავისებურ ხო, დღევანდელ დღეს ალბათ სრულიად განსხვავებული იქნებოდა ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია, იმიტომ რომ იმდენი საშუალებაა, რომ გამოხატო სათქმელი თუნდაც მწერლის შემთხვევაში. ის მოთხრობას ხო არ გაქვთ საკითხული? თავდაპირველი ვერსია. ან მე პირადად ასე მაქვს ხოლმე, როცა რაღაც იდეა მაქვს და შემდეგ ამ იდეას რაღაც ფორმით დავასრულებ, მე რაღაც მიუფასურდება თითქოს და აღარ უბრუნდებით. ანუ შენ თუ ქონია თქვა მსგავსი მომენტი, რომ აი რაღაც დაგიწერია და შემდეგ მივთვალხარ რომ აი ამაზე გაცილებით ბევრი უნდა ილაპარაკო და დაწერო რომანი. დამემკი როგორ არა, გავაგრძელე ერთი მოთხრობა, შემდეგ მეორე ნაწილი უკვე რომანი დავწერე. და არა, როდესაც რაღაცნაირ პერსონაჟი არ გასვენებს და დიდ ფორმატს მოითხოვს, ეგ ალბათ ხდება ესე. თუმცა ძალიან კარგად მესმის ის, რომ უკვე დაწერილის განურცობა არა და გაგრძელების და რაღაცა უკეთ ამბის გაგრძელების ოღონდ იმავე პერსონაჟები ეგ ხო და შესაშურად პრინციპული ავტორი ყავს მოკლედ ელჯერონს, იმიტომ რომ თხოვეს გამოგიცემთ თუ შეცვლი ფინალს. თუ შეცვლი ფინალსო და უარი განაცხადა. თქვა მოთხრობის შემთხვევაშიც და რომანის შემთხვევაშიც. და ესეთი ფინალი აქვს ძალიან ლოგიკური. თქვენ ესეთი ფინალს ელოდით კითხვისა ეს მე იმედი მქონდა რომ უფრო ბედნიერი დასასრული ექნებოდა და მისი მცდელობა უფრო მოკლედ იმდენად დიდ ძალის ხმევას აი მინდოდა რომ თვითონ ამ ადამიანურ გმირობას თავდადებას მესმის ეს მაგრამ ობიექტური ხო მაინც ესე გამოდის. კი მეც როგორც კითხავს რა თქმა უნდა კიდე ამაზე გამახსენდა ჰეპი-ენდზე. მოკლედ საზღვარგარეთულ კინოში რო ცეკვავდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთს ჰეპი-ენდში. საბჭოთა მან ერთ-ერთ გაზეთში მოკლედ დაბეჭდეს ჰეპი-ენდის საბჭოთა ვერსია. და ეს იყო მუშა ქალი და კაცი ხელსაწყოებით. თუმცა დამეთახვევით რომ ეს არის ლოგიკური პასუხი სწორედ იმ შეკითხვისა, იმ თავარი შეკითხვისა, რასაც ავტორი სვამს წიგნში, რამდენად შესაძლებელია რომ ხელოვნური ექსპერიმენტების ჩარევით შეცვალო ადამიანი. ცოტა მორალისტური, ასე რომ თქვა, ამ გაგებით წიგნიც არის, რომ არ ვიცი, შესაძლოა აი იმ კუთხით რომ ღმერთი საქმეში არ უნდა ჩავერიო. შეიძლება ესე შეხედო, არ ვიცი. ნუ ძალიან იმიტომ ამბობ რომ ბევრი პლანი, პლასტი აქვს, ბევრი რაკურსი აქვს, ვისაც როგორ უნდა შეიძლება ესე წაიკითხოს და ესეც გაიგოს და ესეც ამ წიგნის დიდი ღირსება არის. და ალბათ ანუ ნებისმიერი ესეთი გამორჩეული სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი არის სწორედ ეს. ანუ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის დეკორაცია და არის ღრმად ფსიქოლოგიური. სადაც არ უნდა ხდებოდეს მარსზე თუ დავით კიდე უფრო შორს, იქაც ადამიანებად რჩებიან, იქაც იგივე შეგრძნებები აქვთ, იგივე პრობლემები აქვთ, იგივე რაღაც აწუხები. ეს ყველაფერი რეალობა არის და იქნება ლიტერატურული სამყარო და ანტურაჟი უბრალოდ სხვა და ეს გაძლევს საშუალებას უფრო გადასახლდე და მეტ საშუალებას გაძლევს კიდე უფრო ჩაუღრმავდე ამ ჩვენს რეალურ ადამიანურ პრობლემებს. ამიტომ ესეც რაღაც კარგი ჟანრია და ძალიან მიყვარს, რაც სამწუხაროდ ჩვენთან, ჩვენ სამამულო ლიტერატურაში არ არის განვითარებული და ვისურვებდი, რომ ახალ თაობას მაინც ამ ჟანრისთვის მიეხედა. What ფიქრობ შენს ფანტასტიკურ? მქონდა მცდელობები წერდი, მაგრამ ნუ მაინც ეს რეალობა და იმდენად საინტერესო ცხოვრება გვაქვს თან დიდად არც ითხოვს. ისედაც ფანტასტიკაში ვარ. ფანტასტიკური რეალობაა ჩვენი ხო ეგ? დიდად ჩვენი ეთყობა, იმიტომ არ განვითარდა ჩვენ. სხვათა შორის კიზის ბიოგრაფიაც საინტერესოა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ავტორს ჰქონდა გამოცდილება ემუშავა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან და შესაბამისად ეს ალბათ კიდევ ერთი ბიძგი იყო იმისთვის
იმისათვის, რომ აი ესე მძაფრად დაეხატა ის პრობლემა, რაც არის წიგნში გადმოცემული. და ასევე კონფლიქტი ქონდა მშობლებთან, ჩაებარებინა. რაღაც ავტობიოგრაფიული ყოველთვის ხდება. თან კიზი მახსენებს კიდევ მეორე ძალიან კარგ წელას კენკის, რომელიც ასევე ცხოვრობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და მისი გუგულის ბუდეც სწორედ იქედან აღებული, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ეს კოლევა ეს რეალური. რამე არის ეს ერთმანეთის ეს ორი ავტორი რადგან შეზღუდულ შესაძლებლობებზე ვლაპარაკობთ, იქ მენტალური შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან და ისიც ასევე ცხოვრობდა იმ გარემოში და ამიტომ არის ძალიან ძლიერი ეს წიგნი. ასევე მე ვფიქრობ, რომ აი იმ გარემოში ყოფნა და ცოდნა ზოგადად იმისი თუ რაზე წერ, ეს არის საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი რა. აი ჩვენ გვიყვარს ესე მარტო წარმოსახვა და ესე არ ხდება რა. ყველა დიდი მწერალი და დიდი წიგნი, თუნდაც ეკო გავიხსენოთ, იგივე პარფიუმერიც კი, რომელმაც მთელი კვლევები ჩაატარა, ხშება არ ჩავთვალო დიდი წიგნების. ამიტომ ალბათ ძალიან საინტერესოა სწორედ ეს გამოცდილება, რასაც წერამდე იღებს მწერალი და იმიტომ არის ასეთი გულის შემძროლი და იგივე ის რაც ბავშვობლებთან კონფლიქტიც, ეს ნიშნავს, რომ რაღაცნაირად ძალიან ქონდა ბავშვობაშიც მას გავსი წნეხი, გავსი ალბათ არა, მაგრამ აქ იყო საუბარი პროფესიის არჩევაზე, ხომ, როგორც ვიცი, მას მშობლებს უნდათ რომ სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაებარებინა. პრინციპში ისეთ თემატიკას შეეხო თავის ნაწარმოებებში, რომ მშობლების სურვილით შესრულდა ნაწილობრივ ესე გამოვიდა. და მართლა ალბათ აი ზუსტად ამ ბიოგრაფიული მომენტების გათვალისწინებით არის, როცა კითხულობ თავიდან გონია, რომ მართლა კითხულობ აი ამ ადამიანის სამუშაო შედეგების ანგარიშს თუ არ ვცდები, ესე ქვია, ხო და არის მიღწეული შედეგების და გონია რომ მართლა ამას კითხულობ და არა რაღაც ლიტერატურულ ნაწარმოებს და შენც ძალიან გულშემატკივრობ და განიცდი თითქოს შენი ამბავია ხო გულთან ახლოს მიდის ძალიან. რაღაც 50 წლიანი დაგვიანებით ითარგმნა ქართულად გამოცემულობა წიგნები ბათუმში არის ამ წიგნის გამომცემელი და ანუ თქვენ რო თქვით თენა რომ ანუ არ არის ეს ჟანრი განვითარებული ანუ მაგის ბრალიც ხო არ არის რომ თქვათ ის თავის აი ეპოქალური ნაშრომები თქვათ სამეცნიერო ფანტასტიკაში დაგვიანებით მოვიდა ჩვენამდე თანამედროვე მიუხედავად იმისა რომ არსებობდა თქვათ საბჭოთა გამოცემები რაღაც ფანტასტიკის სერია მაგრამ ბრედბერი თქვათ იგივე აი რუსი ფანტასტები მახსოვს ხო რომ მკითხულობდი უფრო რუსები ნუ ხა ეს რა გავიხსენოთ ალბათ დაგვიანებით საკმაოდ ეს ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა რა იწერება წიგნებ ბათუმს დიდი მადლობა გამომცემლობას აი მართლა საქმეს ეს ფეხდა სეგმენტი და და რა ძლიერი ხა მეც ესე გაოცებული რა ძლიერი და რა დიდი და საინტერესო ნაკადი ყოფილა მსოფლიო ლიტერატურაში ამის და ჩვენ თან ცოტა ზოგადად ითვლება რომ ეს არც თუ ისე სერიოზული ჟანრია ნამდვილად ვერ დავეთანხმები ხო ჩვენ ხო თითქმის all მომდევნო გადაცემაში ამ იმას ვაკრებთ. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში თუ არ წაიკითხე იმ შემთხვევაში. ეგ დინა ახლა ითარგმნება, რომელიც ასევე ძალიან დიდი. ითარგმნა უკვე გამოიცა ჩვენ წარმოდგენით. აჰა, უკვე ითარგმნა victim ჩამორჩა. ჩვენი გადაცემაც ფეხდა ფეხი ხდება, ასე ვთქვათ, ახალ თარგმანებს. დენიელ კიზის სხვა ნაწარმოებებზეც რომ ვისაუბროთ. ქართულად არის ნათარგმნი სხვათა შორის არ ვიცი და ეს არის ერთად წიგნები ბათუმში გამოცემული. ანუ ეს რეალურად მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, შეგვიძლია ესე რომ ვთქვათ, თუ ვერ ვიტყვით ეგრე და უბრალოდ ჩვენ გვაქვს წაკითხული მხოლოდ ეს. შეგვიძლია ეგრეც ვთქვათ და პრინციპში ალბათ ყველაზე ემოციური. ანუ ხო, და უბრალოდ ხვდები ასევე რა ოსტატია ავტორი, ანუ სხვა წიგნებს რო კითხულობ, ისინიც ესე ოსტატურადაა დაწერილი. თეონან აღნიშნა დიდი ხნის წინ წავიკითხო და აი ეს ემოცია არ გამნელებია და მართლა ესე აი წლები რომ ვერაფერს აკლებს იმ შეგრძნებებს, რაც გამოიწვია სწორედ ამ წიგნთან შეხებამ. თეონა ეს ქართულად წაიკითხე, ჩვენი თარგმანი თუ მანამდეც რუსულად, მაგრამ მაინტერესებდა ქართულად, იმიტომ რომ ძალიან ის არის თვითონ აი ეს კორექტურა ეგრეთ წოდებული როცა შუდა წერევა როგორ ალბათ ორიგინალში კიდევ უფრო საინტერესო იქნება იმიტომ რომ და სხვათა შორის მე ხო სააბაში მუშაობ და იქ წერდნენ რომ ეს კორექტურა გას უცებ რემითო აბობორე ხო ნუ სხვაგან არ გვინახავთ არც ერთ რომში თუმცა შეიძლება ცოტა დრო მოგაკლო იმიტომ რომ წინა ბლოგში ერთი წიგნის წარდგენა მინდოდა როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო ფრანკლინ პოერის წიგნია და ამ საფეხბურთო მოკლედ ევროპის ჩემპიონატი
და ეს წიგნი არის ძალიან კარგი საკითხავი ფეხბურთის მოყვარულებისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ მეც კი, რომელმაც ალბათ ზიდანთან ერთად დაამთავრა თავის საფეხბურთო კარიერა, მას მერე სკოლის მერე მე მგონი არ მიყურებია ფეხბურთისთვის, ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხე ეს წიგნი. მოკლედ, როგორ ახსნა, ძალიან კარგი სათაურიც აქვს, როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო, ანუ თქვათ ფეხბურთზე დაკვირვებით რა შეიძლება ვთქვათ ქვეყანაზე, ანუ რა მდგომარეობაშია ფეხბურთი, როგორ უკავშირდება იმას, რა მდგომარეობაშია ამ შემთხვევაში ქვეყანა. და იწყებს მოკლედ ამ ავტორმა იმოგზაურა, ეს ჟურნალისტია, რომელიც წერდა ძალიან ბევრი ესეთი ცნობილი გამოცემისთვის, და როცა მოუვიდა ამის იდეა, იმიტომ რომ მასაც თავიდან დაიწყო იმით ყველაფერი რომ უყვარდა ფეხბურთი, და ეს იდეა მოუვიდა და დაიწყო მოგზაურობა და იმოგზაურა მაგალითად პირველი ჩადის სერბეთში და ხვდება საშინელ მოკლედ ამ საფეხბურთო ფანებს, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით არიან ცნობილნი და გამორჩეულნი და იწყებს ასე რომ ეს ამ სერბეთის აქვე მოედანზე სტადიონის შემოგარენით ცრვენა ზვეზდას სიმბოლური და ავის მაუწყებელია. სტადიონის სახურავზე ყვავების გუნდი დაბუდებულა. ყოველი გოლის გატანისას ხალხი ფეხზე წამოშლისას ყვავები გაფრენი ჩველიან თავს. ბუდეებს ტოვებიდან ქალაქისკენ მიფრინავენ. თამაშის წარმატება წარუმატებლობის შეტყობა ადვილია იმის მიხედვით ჰორიზონტზე შეიმჩნევა თუ არა დიდი ორნითოლოგიური ღრუბელი. ესე იგი გოლი გაიმოიფრენ. და მოკლედ ამათ ხდება და ანუ პირველივე ინტერვიუს დროს ისინი საკმაოდ ისე აგრესიულად უყურებენ განსაკუთრებით ერთი ხანში შესული ფანი. იმიტომ რომ თან ფანებს და გუნდს თან ისეთი მჭიდრო კავშირი აქვს, იმიტომ რომ ოფისსაც კი უთმობენ ამ გუნდის თავარ მოკლედ ოფისში. და ჩემ თარჯიმას უთხრა ეს რაღაც, რომ ეს ამერიკელიო, რომელმაც ჩვენ ბომბები ჩამოგვიყარა, ქუჩაში რომ შემხვდეს, დავამტრევთ ოფისს. და მე უყვებოდნენ როგორ ცემენ, თქვათ სასტიკად, როგორ უსწორდებიან, როგორ იცვამენ ამ თამის, ვისაც ეთამაშებიან მეტოქის გუნდის მაისურს, როგორ იპარავენ იმათ ფანებს და როგორ მიყავთ ეს, როგორ ამტრევენ ფეხებს, მოკლედ იწყება ამ საფეხბურთო მოკლედ ფანების ამ ხულიგნების აღწერით და მოგზაურობს მსოფლიოში და ფეხბურთთან დაკავშირებული უამრავი საინტერესო ისტორია. და შემდეგ უკვე გადადის თქვათ როგორ უკავშირდება ფეხბურთი იდენტობას. თქვათ როგორ წაახალისა იგივე სერბეთში თქვათ ამ ფეხბურთის ფანებმა ნაციონალიზმი. მოკლედ როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო ამ ევროპის ჩემპიონატის პარალელურად ჩვენი საკითხავია ორი ლარი ღირსთან გირჩევთ რადარამის გამოცემას. და ვისაც არ წაგიკითხავთ. მაპატირო ეს 2 წუთი წაგარდა. ვიყიდით წავიკითხავთ. ძალიან დიდი მადლობა. სტუდიაში მობრძანებისთვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. რჩევა იქნება ჩვენგან ბუნებრივია რომ წავიკითხოთ ყვავილები ელჯერნონისთვის. ჩვენ მათაც კი ვისაც ფანტასტიკა არ გიყვართ ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენც ამაზე მიუხედავად იმისა, რომ არ ვუყურებთ როგორც რაღაც არასაინტერესო ჟანრს და პირიქით, ხო შეიძლება ვიღაცას არ უყვარდეს, თქვენთვისაც კი საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენც ეს შემთხვევა ვართ. შევიცანოთ ცოტა ხნით და დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.